რამდენიმე დროს დამიკარგავს და სისულელები მიკეთებია, მაგრამ იყო ერთი ნიუანსი, რომელიც აი ამ ყველაფერს გადაწონის. რა ადამიანი კითხავს, რა და აი როცა მე ამ სისულელებს ვაკეთებდი ამის პარალელურად, მე დედა მიყვარდა, მამა მიყვარდა, ჩემი პატარა ძამიკო, რომელიც ახალ დაბადებულია, ისიც დაბადებული იყო, ისიც ძალიან მიყვარდა და მიხაროდა ადამიანების პიროვნებების დანახვა. სკოლაში ერთი კაი მასწავლებელი ვყავდა და სამშობლო სიყვარული მასწავლა და ისიც მიყვარდა. მე ჩემს სკოლაში ვიღაცა გოგო დავინახე და შემიყვარდა. და იმის გულიზე ვიჩხუბე და ესეც გამახსენდება და გამიხარდა და ესეც კარგი იყო. მე ჯერ ასაკით პატარა ვიყავი, ყველა დამცინოდა და მოვიდა ჩემი ერთ-ერთი მასწავლებელი და თავზე ხელი გადამისვა და მითხრა რომ გიყვარს, ეს ცუდი კი არა, კარგიაო და თლად გამიხარა. მე რაღაც იდეები გამიჩნდა, შეიძლება არასწორი. მე იქ რაღაცის ხელოვნებით დავინტერესდი, მე ფილოსოფიით, მე მეგობრები შევიძინე, მე მეგობრებისათვის თავგანწირვა ვისწავლე. მე მივხვდი რომ რაღაც მომენტში შეიძლება მე მეგობრისათვის ტყვიას ავეფარო, შეყვარებულისათვის მოვკვდე. ესე იგი, აი ეს ყოველდღიური ერთფეროვნება, საშინელება, რომელიც გულის ამრევია და ცხოველური ყოფისაგან არ განსხვავდება, აღმოჩნდა რომ ერთი რაღაცა რითაც ის მშვენდება და ლამაზდება და აი იმ ერთ რაღაცას რისთვისაც მთელი ეს უსაშველო უაზრო ცხოვრება ღირს სიყვარული ქვია თურმე. რაშია გამოსავალი? გამოსავალი სიყვარულში. როდესაც ადამიანს უყვარს, არაფერი აღარ ბეზდება. წარმოგიდგენიათ, აი დაინახეთ ბიჭი და გოგო, რომლებიც შეყვარებულები არიან. მე გულისხმობ არა იმასაც დღეს სიყვარულს არქმევენ და კაცშვილი ვერ გაიგებს რა არის. აი ნამდვილი სიყვარული, ხომ თეორიულად, ხომ მაინც გჯერათ რომ არსებობს, ა? აი წარმოგიდგენთ ბიჭი და გოგო, რომლებსაც ერთმანეთი უყვართ. და ყური მიაყურონ, რაზე ლაპარაკობენ, რაზე მთელი დღე გადის და აღმოჩნდება რომ კეთებით და ლაპარაკით სისულელის მის არაფერს არ აკეთებენ და არ ლაპარაკობენ. რაღაც სისულელებზე შურტულობენ. რაღაც შეიძლება რაღაც შეჭამეს წავიდნენ, წამოვიდნენ, მთელი დღე დაბოდიალობენ. მერე სახლებში ესე იგი დასალკევდებიან, შეყვარებულები არიან და მერე მთელი ღამე ტელეფონზე ლაპარაკობენ. მერე უზინარები ხვალ ისე ხვდებიან და ესე და რო კითხოთ, თქვენ ხوار გაგიჟდეთ. ამიხანი მთელი ერთი კვირა გაკვირდებით, სისულელებზე ლაპარაკობ. არაფერს განსაკუთრებულს არ აკეთებ, სხვა ჭკვიანი ადამიანებისგან განსხვავებით, სულელებით ერთმანეთს უყურებთ. არ მოგდასდათ ერთმანეთს. გაანებეთ ეხლა ერთმანეთს თავი. გაანებებენ ერთმანეთს თავს. არა. მე თუ არ ვიცი სიყვარული რა ხილია, მართლა თუ მხეცი ვარ, ჯერ ვერ ხდება, ესენი გიჟები არიან ალბათ. შიზოიდები რაღაცა ჭი. აღმოჩნდა რომ მათ ერთმანეთი არათუ ბეზდებათ, არამედ ესე იგი ვერ სუნთქავენ ერთმანეთის გარეშე. და რატო რასაკეთებენ? არც არა ჩვეულებრივი სხვა არსებებივით უაზროდ დაბოდიალობენ დედამიწაზე. მაგრამ ერთმანეთი უყვართ და ეს სიყვარული მათ არსებობას აზრს აძლევს და მათში ჩნდება ის, რასაც არსებობა კი არა უკვე სიცოცხლე ქონია. მამაო საუბრებს თუ გვიყვები ადამიანი ითქვის. კარგი რა, რამდენი წლისა, უკვე 50 წლისა, 51 წელი. ვერ მივხვდი რომ ეგეთი რაღაცები თითქმის არ არსებობს დედამიწაზე. ჯერ ერთი არსებობს, მადლობა ღმერთს ამისათვის. მაგრამ ერთ ამაში გეთანხმებით. თითებზე ჩამოსათვლელი შეიძლება სამყაროს ისტორიაში მოძებნო შემთხვევები, როდესაც ესეთი სიყვარული არსებობს. და იმდენად არ არსებობს სინამდვილეში. შექსპირი იყო მორწმუნე ადამიანი და გენიოსი. დაწერა რომეო და ჯულიეტა. იმ დალოსვეს გაეხარებინა რომეო და ჯულიეტა და ჩვენს აგვატირებდა. რატო გააკეთა ეს უბედურება? იმიტომ რომ შექსპირმა ძალიან კარგად როგორც მორწმუნე, ჯერ როგორც გენიოსმა, მოდი ესე ვთქვა. და მე როგორც მორწმუნე ძალიან კარგად იცოდა, რომ ნამდვილ სიყვარულს აქ, აი ამ ხეცების დედამიწაზე ადგილი არ აქვს. და რას თავარია, არც პერსპექტივა არ აქვს. და ამიტომ დაასრულა ტრაგიკულად ამით გვითხრა ყველას ამ გენიოსმა, რომ ნამდვილი სიყვარულის საბოლოო ფინალი აქ დედამიწაზე ტრაგიკულია.
ყველაზე დიდი სიყვარული ვის ქონა და მწვერვალი სიყვარულისა რა იყო კაცობრიობაში? მაცხოვრის ჯვარს სიყვარული. მაცხოვრის სიყვარული ადამიანებისადმი და როგორ ტრაგიკულად დასრულდა. გამოსავალი სიყვარულშია, მაგრამ სიყვარული არ არის. არის უფროსორი, დედამიწაზე ის ვერ ხარობს. ეს არის ის ყვავილი, რომელიც დედამიწის მიწაზე ის ვერ ხარობს. ეს არის ყვავილი, რომელიც მხოლოდ სასופველში დაანერგო, შეიძლება და იქ გაიხარებს, აქ ვერ გაიხარებს. მაგრამ ეს ის ყვავილია, რომელიც არასოდეს ყდება და მას შეუძლია აქვს უნარი გადაინერგოს სასופველში. რაც ახან ჯვარს მოვახსენე. მანამდე რომეო და ჯულიეტა. იქაც და იქაც თავგანწირვა. სიყვარული არ არსებობს თავგანწირვის გარეშე. სიყვარული თავგანწირვის გარეშე არის ერთმანეთისადმი მომხმარებლური დამოკიდებულება. და შენ მჭირდები და მიდიხარ, შენ ასევე გჭირდები და გინდივარ. და როცა აღარ დაგჭირდები და აღარ მოგინდები, სარიელი ქვაბებით გადამაგდებ საჭმელი აღარაა. რაში მჭირდები? სიყვარული მხოლოდ იქ არის, სადაც არ არსებობს მე შენ მჭირდები და მინდიხარ. აბა რა არის მამაო სიყვარული ადამიანი კითხავს. არამედ მე გჭირდები და შენთვის მოვკვდები. აი აქაა სიყვარული. სრულ თავგანწირვაში და იმ უაზრო ბიოლოგიური პირუტყული არსებობის გაწირვაშია სიყვარული. რაც გააკეთეს იმ შეყვარებულებმა, შექსპირის შეყვარებულებმა და უფალმა რაც გააკეთა, როცა შენ ძალგიც სიყვარულისათვის, რომლის გარეშეც ჩვენი არსებობა მხეცების არსებობას ემსგავსებად საერთოდ აზრს კარგავს. როდესაც აი ამ ბიოლოგიურ არსებობას წირა, აი ამ სიყვარულს, მხოლოდ მაშინ აქვს, მაშინ არსებობს სიყვარული.